ეხლა მივყვეთ მიმდევრები. კომბლე ვიცი. კომბლეს ამბავი გავიგე. და მათ შორის მიაყოლეთ კომბლეს ნაცარქექია, ესეც გასაგებია, რას ერჩივი წყვილსა და ჭიანჭველას. ჭიანჭველა არის მან ძალიან საინტერესო პერსონაჟი, ასე ვთქვათ, ამ ამბავში. ჯერ ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც ჩნდება, არის რატო გადახტა? გადამხტარა მანამდე? სადმე? ან მამამისი გადამხტარა? ან ხტონმის ურნარი აქვთ ჭიანჭველებს ფიზიოლოგიურად? მოკლედ ეს არის მაგალითი პიროვნების, ასე ვთქვათ, არსების, რომელიც ზუსტად იცის, რომ არ შეუულია, იმას კიდევს ხელს. ანუ არ იცის გადაცემის წაყვანა, მაგრამ მიყავს, არ იცის გადაღება, მაგრამ იღებს, არ იცის სწავლება, მაგრამ ასწავლებს. პირველი ამას ვერჩი, მოკლედ ეს არ მომწონს. გავიგე. მეორე ის ჩავარდა. ლოგიკურიც არის, აზე არ იყო, მოკლედ და ჩავარდებოდა. ანუ კვალიფიკაცია არ ქონდა აბსოლუტურად ხტომაში და ეს თვითონაც იცოდა სავარაუდოდ და ჩავარდა. და მაგ მომენტიდან ჭიანჭველა რას აკეთებს? აი ჩავარდნილი ჭიანჭველა მთელი ზღაპრის განმავლობაში რას აკეთებს? ჭიანჭველა არაფერს არ აკეთებს, იქ არც ცდილობს ამოსვლას. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხო იცის და ამოხოხდეს, ან სცადოს ამოხოხება. ეს იცით ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი არაკომპეტენტურობით, თავისი უნიჭობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის. სესხი აიღო, ვეღარ ეხტის და მისი პრობლემა აღარ არის. სამსახურში რაღაც დააშავა, გაუფუჭდა, მისი პრობლემა აღარ არის. ანუ ეს არის ადამიანი, შეიძლება ვთქვათ უპასუხისმგებლო, რომელმაც ითავა ისეთი რაღაცა, რის თავიც არ ქონდა, ესა. და წყილი ეგრევე რო იწყებს მოქმედებას, ხო შეამჩნიათ. პირველად აკეთებს ამას, როგორ ფიქრობ, პირველად გაეხვა ჭიანჭველა შარში? ხო და არ გახვეულა პირველად, თორე წყილმა საიდან იცის ეგრევე, ესეთი მომზადებული საიდან არის. საქმე ის არის, რომ ეს ჭიანჭველა სულ შარში ეხვევა, მთელი ცხოვრება და სულ წყილის სატრევია. გასაგებია. და კიდე ერთი რაც არ მომწონს, წყილს ნამდვილად არ ვერჩი, წყილი ძალიან დადებითი გმირი არის ჩემი აზრით მაგ იმაში. ერთადერთი წყილს რო ეთქვა ჭიანჭველასთვის, რომ ამოდი იქნება შენი თამოხვიდა. სცადე, აბა მიდი იყო, ცოტაც მოინდომე და იქნება ამოხვიდა, ეგ არ უთქვამთ. და ასევე ტყეში რა ხდება ის არ მომწონს, იმიტომ რომ უფასოდ არავინ არ ეხმარება არავის. აი ჩემთვის რა ხეირია ლოგიკა, აღებ მიცემობა მიდის ტყეში. ანუ ხო შეიძლებოდა რომ მისულიყო ეს მაგალითად ღორთან, ეთქვა რომ მომეცი ჯაგარი და იმას ეთქვა რომ ახა შენ ჯაგარი რა და წადი და დაეხმარა შენ მეგობარს. სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლებობა არის, ასე ვთქვათ, რა არავინ არ ეხმარება უფასოდ. ეს დაახლოებით რას სწავლის, იცი რომ შენთან რომ ვიღაც მოვა და გეტყვის რომ იკა გეხვეწები ის გამაკეთებინე ამ საქმეში დამეხმარე რაღაცაში, შენ ამ ლოგიკით უნდა უთხრა რომ არა, მე რა ხეირი, ეგრე სად არის, შენ რაში დამეხმარები. ანუ ეს არის უკვე ანგარების ამბავი, ასე ვთქვათ. კონკია, ფიფქია. იცით რა მაგარია ძალიან. პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამე შევამჩნია საერთო, რომ ყველა პრინცესა ელოდება ვიღაცას